კოალიცია ცვლილებისთვის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ეგრეთ წოდებული ვითომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ბუნებრივია ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ულოცავ მათ ამას ადამიანურად და ვუსურვებ თავისუფლებას, ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც რჩება ციხეში. ამასთანავე ყველა ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად. ეს არის ნებისმიერ ფასად ქართული ოცნების მცდელობა შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია. და მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის. მივმართოთ დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს. მიიღეთ ერთადერთი სწორი ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო პრინციპულ არ თანამშრომლობის, არ შეგუების, არ დამორჩილების წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება გაძლიერება ამ ბრძოლის, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულ მოუთმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას ლელოსგან. მადლობა.